დღეს გასწავლი, როგორ უნდა გაიკეთო ასეთი ულამაზესი მეიქაპი, რომ წახვიდეთ ქორწილებში, დაბადების დღეებზე, თუ სხვა დღესასწაულებზე. თანაც ახლა ქორწილების პერიოდი იწყება და თუ გინდათ თქვენთვის გაიკეთოთ აი ეს სილამაზე, აუცილებლად დარჩით და უყურეთ. თანაც საოცარი პროდუქტები გამოვიყენე და უამრავ საიდუმლოს გაგანდობთ. სახე უკვე მომზადებული მაქვს და ვინაიდან ძალიან გამძლე მეიქაპი უნდა გავიკეთოთ, ამისთვის პირველ რიგში გამოვიყენოთ პრაიმერი. ამჯერზე მესაუდას პრაიმერი მაქვს. პრაიმერი არის მეიქაპის საშენი ფენა. ამის მერე ისევ გამოვიყენებ მესაუდას 102 და 103 ნომერ ჰაილაითერს. თითით შეგიძლიათ სპონჟით, რითიც თქვენთვის იქნება მარტივი, ისე შეგიძლიათ გადაინაწილოთ. პატარა გამონაყარი მაქვს და ამიტომ ასევე ავიღებ მესაუდას კონსილერს. მეც გამომდის გამონაყარი ხოლმე. თავარი ეტაპი არის ჩვენი მესაუდას ტონალური. მე ვიყენებ C35 ნომერს. თქვენი ფერის ტონალური შეგიძლიათ მიხვიდეთ ავერსის აფთიაქებში და სტენდზე შეარჩიოთ, როგორ ვარჩევთ ჩვენი ტონალობის არის თუ არა. აუცილებელი არის, რომ ტონალური ჩვენი კისრის ფერი იყოს, ან როდესაც კისერზე დავიდევთ, აი ასე უნდა გაქრეს ფერი, როგორც გაქრა ახლა ჩემს კისერზე, რომ არ იყოს სახესა და კისერს შორის განსხვავება და ეს მასკასავით, როგორც 90-იანებში ვიკეთებდით, ან 2000-იანების დასაწყისში მეიქაპს, ესე არ გქონდეს გამოყოფილი. და შემდგომ სპონჟით დავიწყოთ უკვე გადანაწილება. ოღონდ ნახეთ როგორ ვანაწილებ, რო დავადებ, აი ესე მილიმეტრებით მივყვები. მე არ მიყვარს ტონალურის ფუნჯით გადანაწილება, სპონჟი უფრო მეტად მომწონს და აი ესე როდესაც მივყვებით მთელ სახეს, ნახეთ როგორ არც ერთი ნაწილი არ გქრჩება. არავითარ შემთხვევაში აი ესე რაღაცა არ გადავინაწილოთ, უბრალოდ აი ესე მივყვეთ. ნახეთ როგორ მსუბუქად გამოიყურება სახეზე ტონალური. ძალიან მსუბუქი არის შეგრძნებისთვისაც. არ მეგულება ადამიანი ჩემს გარშემო, ვინც დატესტა ეს ტონალური და არ მოეწონა. ნამდვილად რეკომენდაციას გაძლევთ. შემდგომი ეტაპი უკვე არის კონსილერი, რომ ასევე აი თვალთან ახლოს არ მივალ, აქვე გადავინაწილებ და ლიფტინგ ეფექტი რომ მივცე, ზევით წავიღებ ჩემს კორექტორს. უცებ ფიქსატორი ავიღოთ. მესაუდას ფიქსატორს ვიყენებ, ფუნჯზე აიღეთ და ახლა რას ვშვებით? თვალის ქვეშ თითით გავისწოროთ. მე არ მეყვარს გამოცხობას, როდესაც აკეთებენ ხოლმე, აი ესე ძალიან ნაზად. შემდეგი პროდუქტი, რაც უნდა გამოვიყენო, ეს არის მესაუდას ნუდ ვენუსი, რომელიც ზოგადად ეს არის დასაფიქსირებელი, ანუ ფიქსატორი არის როგორც პუდრი, ასევე დაპრესილი, ორივე სხვადასხვა დანიშნულება აქვს და სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება ხოლმე. ზოგადად ეს არის უფრო მარტი ეფექტის მისაცემად და მე ამას არ გამოვიყენებ დასაფიქსირებლად, მე გამოვიყენებ კონტურინგისთვის, იმიტომ რომ ნახეთ, უფრო მსუბუქია. გადანაწილებისთვის რეალურად, აი თქვენ თვითონაც განახებთ, რამდენად ნახეთ, მარტივად და მსუბუქად ნაწილდება. მეტად უფრო მარტივისა, ეს ჩემი პირადი მიგნებაა. ძალიან მომწონს. ეს არის 108 ნომერი, სპეციალურად ავიღე, რომ გაჩვენოთ, როგორ შეიძლება ასეთი ფიქსატორითაც ძალიან მსუბუქი, ბრონზერზე უფრო მეტად მსუბუქი კონტურინგის გამოყვანა. ნახეთ, რა საოცრად გამოიყურება ეს კონტურინგი, როგორი მსუბუქი არის და ჩემი აზრით, ეს პროდუქტი არის მათთვის, ვისაც უჭირს ბრონზერთან მუშაობა და ჩემი მიგნება გამოიყენეთ საჩუქრად. შემდეგი პროდუქტი არის ბლაში და ეს რომ არ განახოთ არ შეიძლება. ჭკვიალაა შიგნიდან, თქვენ არ იცით და უნდა განახოთ ახლა. რა ნაზი ფერია. აი ვისაც წითელი არ გიყვართ, თან ცით როგორ, აი თქვენთან უყურებთ კადრში, როგორ მარტივად ნაწილდება, ლაქებად არ რჩება და ძალიან საოცარი არის. არ მოვიწყდება ჩემი საყვარელი ეტაპი, სადაც თვალების ქვეშ მოვარდისფრო ფიქსატორს ვიდებ ხოლმე. თქვენ შეგიძლიათ მოვარდისფრო თვალის ჭრილი ან ნებისმიერი რამ გამოიყენოთ. არ გავიწყდება ჰაილაითერი. ჰაილაითერი დავიდოთ ყვრიმალებზე, ცხვირზე, აქ გამყოფში. საოცრებაა, ვიცი. შემდეგი ეტაპი ეს არის მესაუდას ჩემი საყვარელი თვალის ჭრილები. პირველი დავიდებ როზვუდს, შემდგომი ფერი დავიდოთ სირენა, უკვე აი აქ ცოტათი ყავისფერი, ველფერი ექნება და შეგვიძლია ცოტა თვალის შიგნით წავიდეთ და ბოლოს ცოტათი უფრო პატარა ფუნჯით მანოგანი, ასე აწერია ფერს. ძალიან მიყვარს, ცოტა მოწითალო ფერი აქვს და აი ზუსტად აი აქ კუთხეში აი ამას დავამუშავებ. მე ვფიქრობ, რომ ამ თვალს ლაინერი გააფუჭებს და მხოლოდ და მხოლოდ ტუშს გამოვიყენებ. თქვენ თვითონ შეადარეთ 102 თვალი. მესაუდას წარბის საღებავს გამოვიყენებ, 101 ნომერი არის და ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით თუ მაგალითად არ მინდა წარბების
აპრეხვა. ამ მეიქაპის დასასრულს გამოვიყენებ წითელ მესაუდას ტუჩსაცხს, იქამდე კი გამოვიყენებ ყავისფერ, ეს არის 116 ნომერი ფანქარი, რომელიც კომბინაციაში ულამაზესია და ეხლა განახებთ. აღნიშნული ფანქარი გამოვიყენე თვალის ფანქრადაც, საოცარი კომბინაცია. ამ ფერს შეხედეთ. ეს ნახეთ. საოცრება. დავასრულეთ მეიქაპი, დამერწმუნებით, რომ ეს არის ზუსტად ის მეიქაპი, რითიც შეუმჩნეველი საერთოდ ვერ დარჩებით. ყველა ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი, პაპარაცი, ყველა ადამიანი, ყველა ტელეფონი თქვენთან იქნება მოჯაჭვული და თქვენ გადაგიღებენ, რომ დააფიქსირონ ეს სილამაზე. ძალიან ბედნიერ საღამოებს გისურვებთ.